ქუთაისში ახალი თაობის პირადობის მოწმობების ბეჭდვა დაიწყო. დღეს ქუთაისის სივრცის სახლში აიდი ბარათების ბეჭდვის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ცენტრი მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. ბიომეტრიული სამოთების მიღების სურვილი დღემდე უკვე 45,000-მდე ადამიანმა გამოთქვა. საერთო ჯამში კი 36,000-ზე მეტი აიდი ბარათი გაიცა, დანარჩენები ახლა რიგში არიან. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის განმარტებით აიდი ბარათი გაყალბებისაგან მაქსიმალურად არის დაცული. დროიდან უკვე მოქალაქეებს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აქვს შესაძლებლობა თავიანთ რაიონებში მიმართონ ტერიტორიულ სამსახურებთან აიღონ აიდი ბარათები. თვითონ ბარათები ფიზიკურად მზადდება ქალაქ ქუთაისში პერსონალიზაციის ცენტრში, ხოლო შემდეგ ეგზავნება ტერიტორიულ სამსახურებს მოქალაქეთათვის გადასაცემად. აიდი ბარათი გატვირთულია გაცილებით მეტი ფუნქციებით, არის უფრო ხელსაყრელი, როგორც გამოსაყენებლად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში მაქვს სურვილი ავიღო, რათა უფრო ბედნიერად ვიგრძნო თავი.